გორისა და ატენის ეპარქიის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ბასილ ფოსური შემოგვიერთდა. მოგესალმებით, ბასილ, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. დღეს არის დედის დღე და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გვესაუბრა ოჯახის პატივისცემაზე, დედის როლზე. ვიცით რომ აი ეს დღესასწაული დედის დღე, რასაც ჩვენ აღნიშნავთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა სხვათა შორის და 1991 წლიდან აღინიშნება. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა თარიღი არის დედის დღის, მაგრამ ყველა ქვეყანას ალბათ აერთიანებს ის რომ დედა არის ყველასთვის ძვირფასი და პატივისცემის გამოხატვის ფორმები, ვთქვათ, შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მაინც აერთიანებს ყველას ის, რომ დედა არის ყველასთვის უძვირფასესი. აი, ოჯახის როლზე, დედის როლზე, აი ამ საკითხებზე რომ გვესაუბროთ, საქართველოში განსაკუთრებულად დაფასებულია ქალი, დედა და ზოგადად ჩვენს რელიგიაში, ქრისტიანობაში ეს იქიდანაც ჩანს, რომ ღვთისმშობელი არის განდიდებული, უპირატესი არის სერაფიმებზე და ქერუბიმებზე და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რამ ცხადი ხდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მე მინდა შევუერთდე იმ წუხარებას, რაც თქვენ გამოთქვით და მიუსამძიმრო მეუფე ივანეს აი ამ თქვენი ეთერის მეშვეობით და ღმერთმა აცხონოს ვახტანგის უკდავის სული მეუფე ივანეს მხრიდან ჩვენ სტუდენტებს ძალიან დიდი სითბო და მზრუნველობა გვახსოვს, ესე იგი და მინდა რომ აქედან თქვენი ეთერიდან მადლობა უთხრა ამ ყველაფრისთვის მეუფე ივანეს. რაც შეეხება დედას, წმინდა წერილიდან რომ აღარაფერი ვთქვათ ქართულ ტრადიციაზე და ადამიანის დამოკიდებულებას დედის მიმართ, ესე იგი ქართველი კაცის დამოკიდებულებას დედის მიმართ და დედის როლს საერთოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აი მე მინდა რომ წმინდა წერილიდან დავიწყო რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს დედის როლს, ესე იგი რომ აი ახლა გამახსენდა აბრაამის მაგალითი. აი აბრაამი თავისი შვილისთვის ისააკისთვის რომ ცოლის მოყვანას ცდილობს, უნდა რომ მოაყვანინოს ისეთი მეუღლე, რომელიც იქნება მორწმუნე. რომ აი ღვთის მადიდებელი და ღვთის თაყვანისმცემელი, იმიტომ რომ ეს მარტო მეუღლე კი არ უნდა იყოს. შემდგომი თაობების, ანუ მისი შვილების დედა უნდა იყოს და მას სწორად უნდა აღზარდოს თავისი შვილი და დედის როლი ძალიან დიდია. ამ შემთხვევაში არაერთი დიდი პიროვნების ცხოვრებიდან არის ცნობილი, რომ აი რამხელა გავლენა ჰქონდა, აი დედა რო ძილის წინ უკითხავდა იგივე წმინდა წერილიდან, წმინდა მამათა შესახებ და ამან მათ სულზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და შემდგომში ისინი ძალიან დიდ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და ამიტომაც აი ოჯახის ყველაზე დიდი სკოლა ხო და სასწავლებელი ხო ოჯახია, მაინც ამაზე დიდი არ არსებობს და მაგალითია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. ამას წინათ მეუფე ათანასე ლიმასოვლელის რაღაცა წავიკითხე ნაშრომი იყო და იქ საუბრობდა ერთ-ერთ ბერძენ ადამიანზე, რომელიც თავდაპირველად ეკლესიურად ცხოვრობდა, იქ საკვირაო სამრევლო სკოლაში დადიოდა, და ძალიან მორწმუნე იყო და მე ყველაფერი მიატოვა. არც მოძღვართან ჰქონდა ურთიერთობა, აღარაფერს არ აკეთებდა, არც ლოცვა, არც მარხვა და ერთადერთი რაც გულიდან ვერ მოიშორა ამ ადამიანმა, ეს ახალგაზრდა კაცი მე თვითონ ყვება, ერთადერთი რა იყო, რომ როდესაც ღამეო სხვადასხვა საჭიროების გამო საწოლიდან წამოვდგებოდიო, ხედავდიო ხატების წინ დაჩოქილ ლოცველ დედას და აი ეს ხატება ვერ მოიშორა. და ეს იმდენად მძლავრი იყო, რომ ამ ყველაფერმა კვლავ დააბრუნა ეკლესიის წიაღში. ანუ დედის ლოცვას, დედის როლს აი ამ ხელა მნიშვნელობა აქვს. მაგალითს რომ დედა დგას ხატების წინ და ეს სულ ახსოვს ამას და ეს ვერ მოიშორა. ყველაფერი უარყო, ყველანაირი სიწმინდა, მაგრამ აი ეს დედა რო ესე იდგა და ლოცულობდა, ეს ვერ ამოიშალა გონებიდან და ამან კვლავ დააბრუნა ეკლესიის წიაღში. დიახ, აუცილებლად მინდოდა ესეც მაინც მეკითხა. შესაძლებელია ოდნავ მოგვიანებით უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვეკითხავთ, აი ის რომ აი ბოლო პერიოდში
საკუთარი დედის შეურაცხყოფის რაღაც ისეთი ბილწი სიტყვებით გამოხატვა, ხვდებით რასაც ვამბობ, გახდა თითქოს მოდური და რაღაცა მოზარდები, ახალგაზრდები აი ამ ფორმას მიმართავენ. ჩვენს ქვეყანაში, სადაც არის ამხელა ტრადიცია დედის პატივისცემის, ქალის პატივისცემის, საიდან მოვიდა ეს? აი სად იღებს ეს სიმახინჯე სათავეს? არამც თუ ის რომ საკუთარ დედას მიაყენო შეურაცხყოფა, სხვის მიმართაც კი ასეთი შეურაცხყოფელი სიტყვები, აი ჩვენ რაც ვიცით ისტორიიდან, ეს ქართველი კაცის დამახასიათებელი არ იყო. აი ქართულ ლექსიკონს სხვადასხვა ასეთი რამე გამიგია. აი ფერეიდნელი ქართველების სამეთყველო ლექსიკაში არ არსებობს ესეთი შეურაცხყოფელი სიტყვები. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შაჰ-აბასი გადაასახლებდა აი ამ ქართველებს, იქამდე ქართულ კაცში ეს დედის გინება არ არსებობდა. აი მერია შემოსული და ეს არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის, აი როგორც სისხლში და რბილში არის გამიზდარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ხო და რაღაცნაირად ქართველი კაცი უკავშირებს ამასაც. და ამიტომაც არა მარტო ის, რომ თავისი პირადი დედა, არამედ აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც უკავშირებს და რაღაცა უფრო მეტად შეურაცხყოფლად მიიჩნევს. ამას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, საკუთარი დედის მიმართ პატივისცემა, შენ თუ აგინებ საკუთარ დედას, მაშინ რა გამოდის, ესე იგი რა არ არის ეს არც კარგ ტონად მისაჩნევი და არც რაღაცა ვაჟკაცობის გამომხატველი. ნამდვილად არა. რო დაფიქრდეს ის ადამიანი, თვითონ რო დაფიქრდეს, მიხვდება რომ რა სხვა რო შეაგინოს, ესე იგი შეიძლება თავი მოაჭამოს და თვითონ რო საკუთარ დედას შეურაცხყოფს, უბრალოდ შეიძლება არ იაზრებს ადამიანი ამას და ამიტომაც ხდება. მაგრამ რო გაიაზროს, ნამდვილად მიხვდება რომ ეს შეურაცხყოფელი. მამა ბასილ, აი ლოცვა ახსენეთ თქვენ და ლოცვის ძალასა და მნიშვნელობაზე მინდა გითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში დედამ დალოცოს საკუთარი შვილი სახლიდან გასვლის წინ გზავრობისას არ აქვს მნიშვნელობა ხომ ის რომ რაღაც წარმატებას ელოდება მისი შვილი ოჯახი ზოგადად და ამის შესახებ რომ ილოცოს დედამ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და სინამდვილეში არის თუ არა წარმატების საწინდარი ნამდვილად ოჯახის. ნამდვილად არის წარმატების საწინდარი და შვილი რომ დაცული იყოს აი ამის საწინდარი ნამდვილად არის, იმიტომ რომ დედაზე მეტად შვილი ხო არავის არ უყვარს და რაც უფრო მეტია სიყვარული, მით მეტი ძალა აქვს აი ამ ლოცვას და არაერთი შემთხვევა ყოფილა რომ დედისგან დალოცვილი შვილი რომ 1000 გვარ ხიფაც გადარჩენია და არა მარტო სახლიდან გასვლის წინ და თან ახლა მოდი პატრიარქის ლოცვა კურთხევაც გავიხსენოთ. ნუ მეთქვიოთ მშობლებს. რომ ადგები ადამიანი. მიხვიდე მშობელთან. დედას ხელზე ემთხიო, მამას ხელზე ემთხიო, თავი დაალოცინო. მე ახლა ამჯერად მშობლებთან ერთად არ ვცხოვრობ, მაგრამ როდესაც მაქვს შესაძლებლობა ყოველთვის თავს დავალოცინებ და ხელზე ვემთხვევ. და პატრიარქი ამბობს, რომ ამ დროს ღმერთი დაგლოცავსო. ახლა ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ ერთ რაღაცას, რომ აი მორწმუნე ადამიანი რას არის მიჩვეული. იცის რომ მოძღვრის კურთხევა, მისი მღვდელმთავრის კურთხევა, პატრიარქის კურთხევა, ეს ღვთის კურთხევა. ჩვენ არა ვართ მოსე და აბრაამი და ნოე, რომ ღმერთი გამოგვიცხადოს და გითხრას, აი ასე გააკეთე, მაგრამ ღმერთმა დაგვიდგინა მოძღვარი, მღვდელმთავარი, პატრიარქი, რომ მისი სიტყვა ღვთისგან არის. და რა გითხრა ესე იგი ღმერთმა? დაალოცინე დედას და მამას თავი, რომ მე დაგლოცო. ხო, და ამაზე მეტი რა უნდა თქვას და არა მარტო ის, რომ სახლიდან გასვლის წინ დალოცოს. ისედაც დღის განმავლობაში გულში უნდა ილოცოს თავისი შვილისთვის. აი უფალო იესო ქრისტე შეიწყალე მონახტისა, გიორგი ქვია თუ ნიკოლოზი ქვია თუ ჩემი შვილების სახელები ქვია თუ უნდა ილოცოს და თან აღმოაჩენს ასეთ რაღაცას. მე მაგალითად აღმომიჩენი. მაგალითად შვილებისგან შორს ვარ, მეუღლისგან შორს ვარ. ლოცულობ გულში მათთვის და მე უშუალოდ იქ ვერაფერს ვერ შევეხები, სადაც ისინი არიან, მაგრამ ღმერთი ხო ყველგან არის და ხომ იქაც არის, სადაც ჩემი შვილები არის. და მე რო ღმერთს ჩავაბარებ, რაღაცა გული დამშვიდებული მაქვს და რაღაც შინაგანი ნუგეში მოდის. დიახ. მამაბასო, ხშირად გვისაუბრია დედის როლზე, ქალის როლზე, იმისთვის რომ ოჯახში იყოს სიმშვიდე, ურთიერთპატივისცემა. ხომ არ შეიცვალა თანამედროვე დედის და ქალის როლი და დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. აი თქვენ
როგორ შეაფასებდით და რას გვეტყოდით, რაღაც ცოტა ხო არ შეიცვალა და ვთქვათ, ცოტა ის როლი და ფუნქცია რაც დედას ჰქონდა, ხომ არ გაფერმკრთალდა იმის გამო, რომ დედას ძალიან ბევრი საქმე აქვს, მუშაობს რამდენიმე ადგილას. და ოჯახს ხომ არ მოაკლდა. მამაც მუშაობდა, მაგრამ ყოველთვის ისე იყო, რომ რა არის, იყო პერიოდი, მაგალითად აი ჩვენ 90-იან წლებში გავიზარდე და იქ მართლა კაცს არ ჰქონდა სამუშაო, ფიზიკურად ვერ იშვიათი შემთხვევები იყო, მაგრამ უფრო ქალზე გადავიდა ეს ტვირთი და იქ მანდილოსნება მართლა ძალიან დიდი ტვირთი ზიდეს. და მაგრამ ჩვენ რო ვთქვათ, რომ როლი შეიცვალა, უფრო ჩვენი ცნობიერება შეიცვალა ალბათ. ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა, თორე დედის როლი იგივე დედის როლად რჩება და შვილის აღზრდის საქმეში ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას უპირატესი დედა, იმიტომ რომ შვილთან დედა უფრო დიდ დროს ატარებს. მაგრამ დედამ უნდა შვილისთვის მოიცალოს, იმიტომ რომ შვილს ეს ჭირდება. ეხლა რამდენი შემთხვევაა, რომ აი დედა იმისათვის, რომ შვილი ხორციელად კარგად იყოს, აი როგორც იტყვიან წელებზე ფეხში დგავს, რომ ეს გააკეთოს, ზოგი უცხოეთში მიდის, რომ შვილი კარგად იყოს, მაგრამ არაერთი შემთხვევა, რომ პირიქით სავალალო შედეგებამდეც კი მივდივართ იმის გამო, რომ ხორციელად კარგად არის ეს შვილი, მაგრამ ის დედის სიახლოვე ჭირდება და აკლია. აი მაგალითად ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო დედაჩემთან დაკავშირებით, რომ აი შეიგი ხო არის რა ტკბილ მოგონებებს მოვიგონებთ ხოლმე რაღაცა იქ ხვაურიანი გართობა იქ სადღაც ტყეში ვიყავით თუ რაღაც ერთი ასეთი ტკბილი მოგონება მაქვს ესე იგი რომ მნიშვნელოვანი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც არ მოვიწყდება სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება მაშინ მე ჩვენ უკვე თბილისში ვცხოვრობდით და ესე იგი მე და დედა ვართ სახლში და დენი გაითიშა. ნუ ისე იყო რომ საქმეც აღარაფერი აღარ კეთდებოდა და მე და დედა ეხლა როგორც ჩვენ ვხედავთ ესე ვისხედით სანთელი გქონდა ანთებული და ისედაც კი არაერთხელ გვისაუბრია ბევრ თემაზე, მაგრამ იქ რომ მეტი საქმე არაფერი არ იყო ვისხედით და ბევრ სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ და აი ესე ტკბილად მახსენდება ეს რომ ხო არაფერი არ მოხდა დედა და შვილი ლაპარაკობდნენ რა იყო ამაში განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა და ერთმანეთისთვის დროის გამოყოფა. და დედამ უნდა გამოყოს შვილისთვის დრო და შვილს ეს ჭირდება. და მე უსურვებ დღევანდელ დედებს ყველას რომ მოიცალონ შვილები. მამაბას დღევანდელ რეალობაზე ვსაუბრობთ და მინდა გკითხოთ აუცილებლად მოზარდების ბავშვების შესახებ. უამრავი ბავშვი და მოზარდი ყავთ სულიერი შვილი და გაქვთ მათთან ურთიერთობა. როგორია მათი დღევანდელი დამოკიდებულება დედების, მშობლების მიმართ, რამდენად გამოხატავენ ისინი ამ გრძნობას, სიყვარულს მათ მიმართ, დამოკიდებულებას, განსხვავებულს, ხო და როგორია აღქმა ზოგადად და რა საკიდან შეიძლება იწყებოდეს ეს სწორი, ჭეშმარიტი აღქმა, სინამდვილეში როგორი უნდა იყოს შვილისა და დედის, შვილისა და მამის ზოგადად მშობლების მიმართ დამოკიდებულება შვილების მხრიდან. ისეთ რა არის, აი მე სანამ ამაზე ვიტყვი, მოდი ვისარგებლებ თქვენი ეთერით, თუნდაც ნუ გამიგებთ, მადლობა მინდა უთხრა ჩემს მშობლებს. ყველაფერი იმის გამო, რაც ჩემზე და ჩემს ძმის აღზრდაზე გაწიეს და მართლაც აი თავგანწირვით და რაც შეეხება ბავშვებს, ესე იგი, ისეთი ასაკი აქვთ ამ ბავშვებს, ვისთანაც შეხება მაქვს, რომ ეხლა ვერ ვიტყვით ჩვენ, რომ აი მაგალითად უფრო ეს ისეთი ასაკია, რომ აი უფრო შეიძლება აგრესიულადაც უთხრან დედას. მით უმეტეს აი ტელეფონებზე დამოკიდებული ბავშვების ფსიქიკა ძალიან ცუდია ამ მხრივ, ძალიან აგრესია, მაგრამ საიმედო რა არის ახლა ნახეთ. მე არასოდეს აი უპატივცემულოდ არ ვიყავი დედის მიმართ განწყობილი, მაგრამ იყო ხოლმე შემთხვევები, რომ რაღაცის გამო გამიბრაზებია და ყველას შემთხვევაში იყო და მე თან უკვე სკოლას დამთავრებული მაქვს ის პერიოდია და მე იმდენად განვიცდიდი ხოლმე, რომ ტიროდი ხოლმე. ოღონდ ეს არც დედამ არ იცოდა და არც მამამ და არც არავინ ეს მარტო მე ვიცოდი, მაგრამ ვინიც ის ბავშვებიც დედის მიმართ რაღაცა უხეშობა გამოიჩინეს, მარტო რო რჩებიან, როგორ განიცდიან. და აი ეგ არის ნუგეში. თორე ხა შეცდომები ვის არ მოსვლია, მოგდის, მაგრამ შეიძლება ამის გამოსწორება. კომპიუტერი და ტელეფონი და ეს თამაშები იწვევს ესეთ აგრესიას. ძალიან აზიანებს გონებას და ფსიქიკას და იწვევს ამას, მაგრამ იმედი რჩება, რომ ადამიანი გაიაზრებს ამ ყველაფერს და თან კიდევ როდის გაიაზრებს. მე მაგალითად შვილი რომ შეგვეძინა პირველი შვილი
ბიჭი ყავს და მაშინ მივხვდი თურმე შვილისა და მამის დამოკიდებულება კიდე როგორ სხვანაირი უნდა იყოს და მაშინ გავიაზრე აი რა ეწყინებოდა მამას ჩემგან რა გაეხარდებოდა მერე კიდე რაღაც ეს გადაფასება მოხდა კიდე ბევრი რაღაც. მამა ბასილ, აი ეს დღეები რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როდესაც ჩვენ დედის დღეს აღვნიშნავთ და ამ დღეს განსაკუთრებულად ვილოცავთ, მაგრამ აი ზოგადად პასუხისმგებლობა ჩვენი, ვთქვათ, შვილების, მშობლების მიმართ, აი მეხუთე მცნებაც გვასწავლის ხომ, პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ანუ კარგად რომ იყო, ამიტომაც უნდა სცე ხო, პატივი, ანუ ეს ცნება ამას გვეუბნება, რომ დღეგრძელი იყო და კარგად იყო ამ ქვეყანაზე. ანუ რაში გამოიხატება ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორ უნდა გამოვხატოთ ეს პატივისცემა და სიყვარული ჩვენი მშობლების მიმართ? აი როგორ უნდა გამოვხატოთ და მე სულ ფიქრობ ხოლმე ასეთ რაღაცას. დავუშვათ, აი ჩვენ ხო ყველა მოდი მაგალითისთვის პატრიარქს მოვიყვან, იმიტომ რომ პატრიარქს ხო მთელი საქართველოს სულაც ურწმუნო ადამიანი რომ იყოს, აი სუფრაზე რომ მოხვდები, ყველა ლოცავს და მადლიერი. მაგრამ მე ვამბობ ხოლმე რომ სადღეგრძელოში თქმა ეს ძალიან კარგია, მაგრამ პატრიარქის დღეგრძელობა რა იქნება რომ ჩვენი ცხოვრების წესით ვადღეგრძელოთ ის. მშობელი წესია, შეიძლება ჭიქით დალოცო მშობელი, მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესმა თუ გული გაუხეთქა მაშინ რაღა დალოცვა და დღეგრძელობა იქნება. ანუ ჩვენი პასუხისმგებლობა ის არის, რომ ჩვენი ცხოვრების წესით, ღირსეული ცხოვრებით მისი გული ვანუგეშოთ და ის მიხვდეს, რომ ვიშრომე, შედეგი გამოიღო. აი წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, იმაზე დიდი სიხარული არაფერი მოგსო, რომ მესმის ჩემი სულიერი შვილების სწორი ქრისტიანული ცხოვრებაო და მშობელს რა აქვს იმას დიდი ნუგეში, რომ გაიგოს, რომ შვილი სადღაც ღირსეულად მოიქცა. სადღაც დაუთმო, სადღაც აპატია, სადღაც არ დაუთმო, იმიტომ რომ არ იყო დასათმობი და იქაც სიმტკიცე გამოიჩინა. აი ეს არის, რომ ჩვენ დავაფასოთ ის რა გააკეთა მშობელმა ჩვენთვის და სადღაც რომ გაიგებს მშობელი ჩემს შესახებ, იქ გული დამშვიდებული ქონდეს. აი ესე შეიძლება რომ იფიქროს ადამიანმა ამის შესახებ. ცოტა მძიმე საკითხსაც რომ შევეხოთ, გარდაცვალებას რაც შეეხება, არიან ადამიანები ბუნებრივია სამწუხაროდ, ჩემს სამეგობროშიც მათ შორის, რომელთაც გარდაცვლილი ყავთ დედა. აი რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ნუგეში სწორი მეგობრების გვერდით თქმა, ოჯახის წევრების პირველ რიგში და როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი ზოგადად, როდესაც ოჯახის წევრი გარდაეცვლება. არის ხშირად შემთხვევები სამწუხაროდ, როდესაც არ აქვთ არანაირ ნუგეში და თვითმკვლელობამდეც იმედიან სამწუხაროდ ასეთი ადამიანები. სინამდვილეში როგორია საზოგადოების მხრიდან ჩართულობა? ასეთ ადამიანებს თავისთავად გვერდში დგომა ჭირდებათ, რომ რაღაცა ზოგი ძალიან მძაფრად განიცდის. ზოგი იმდენად არის, ზოგი შეიძლება არც გამოხატავს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ესე იგი, რომ ადამიანი რაც უფრო ღმერთთან ახლოს არის, უფრო ნუგეში აქვს და უფრო იცის, რომ მისი დედა კი არ მოუკვდარა, არამედ გარდაიცვალა. სხვადასხვა ამასთანაც მოვისმინე, არ ვიცი ვინ ამბობდა ერთ-ერთი სასულიერო პირი. დედამ ასეთი რამე გააკეთა, რომ შვილს ხო ყვავილები ყოველთვის მიჰქონდა დედასთან და დედას უთქვამს, რომ მე რო აღარ ვიქნებიო, ყოველ წმინდა ღვთისმშობლის ხატთან მიიტანე ხოლმე ეს ყვავილებიო და ამით დედამ რა გააკეთა, რომ ის იმედი არასოდეს არ მოეშლება ამ შვილს და დედა ღვთისმშობელს დაუკავშირდება და რადგან მას არ მოცილდება, ესე იგი მან თავისი შვილი დედა ღვთისმშობელს ჩააბარა და იმაზე მეტი მზრუნველი ვინ უნდა ყავდეს. და ამიტომ აი თითოეულ შვილს უნდა ახსოვდეს, რომ მისი დედა ცოცხალია. არაერთი შემთხვევა ყოფილა გარდაცვლილი დედა ჩარეულა ხილულათაც ადამიანის ცხოვრებაში. ასეთი შემთხვევები ყოფილა, ესე იგი და ისე დედის დღე რომ არის, მამის დღე რატომ არ არის? ახლა დავფიქრდი მაგაზე. მამა ბასილ, დედა და მამა ხომ არის ერთნი არიან. ერთნი არიან. ანუ დღეს შეიძლება ორივე მშობელსაც მიულოცოთ პრინციპში, თუმცა დედის დღე როა მამაზე მეტად ვისუხარი. სხვათა შორის ერთი რამე ვიდავთქვა, რომ აი მამა ყოველთვის გეუბნებოდა ხოლმე, დედის დღე რო დგებოდა. მე და ჩემს მას ორნი ვართ ძმები და მოდიო რითი გავახაროთო დედა, ეხა რა უყიდოთო არ რაღაცა და ამით გვასწავლა თავისი მაგალითი და სხვათა შორის გუშინ ბავშვები რომ მიმყავდა სკოლაში. ბავშვებს ვეკითხები რომ შვილებს რომ რითი გავახაროთ მეთქი დედა და უფროსი ბიჭი ამ გამახარა, მაგრამ
თქვა რომ ვიცოდიო რომ მაგას შეგვეკითხებოდა და ისე გამეხარდა რომ და ამითი მე თვითონაც თავის შვილებსაც დაუსვამს იმედი მაქვს მაგ შეკითხვას რომ რითი გავახარა ეს ასე გრძელდება ალბათ ხო მამიდან მამას და ოჯახიდან ოჯახს გადაეცემა მამამ გვასწავლა ეს და მე ხა რომ აკვირდები ხოლმე სახში რომ მივდივარ და ბავშვები რომ გამომეგებებიან მამა მოვიდა ეს ჩემო მეუღლე მასწავლა ჩემს შვილებს განამ შვილებს არ უხარიათ რომ მამა მოვიდა უხარიათ მაგრამ დედა ყოველთვის შეაგულიანებდა ხოლმე მამა მოვიდა გაიქეცი ჩაიხუტე და მამამ უნდა ასწავლოს დედის პატივისცემა შვილებს დედამ უნდა ასწავლოს მამის პატივისცემა და აი ესე ლაგდება ძალიან სამწუხაროდ ზოგ ოჯახში პირიქით არის და ეს ძალიან სამწუხაროა არის ეგეთი შემთხვევებიც ხო რომ მამა რაღაცა ცუცეობნება დედაზე დედა ცუცეობდა მამას და სინამდვილეში იმის გამო რომ ჩვენ მართალი ვართ და თავი გავიმართლოთ ბავშვი ინგრევა ესე იგი დედაც საფიცარია იმისთვის მამაც და ერთი მეორეზე ამას აი არ ვიცი რა ხდება ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში დიახ მამա ბასილ თქვენ დასაწყისში ძალიან ისეთი ისტორია მოყევით საინტერესო და კარგი დედის მაგალითზე ასევე დედის ლოცვაზე გქონდა საუბარი და აი ამით რომ დავასრულოთ დედის მაგალითს დედის ლოცვას დედის დალოცვას ზოგადად მშობლის დალოცვას რამხელა ძალა აქვს და აი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როდესაც აქვს ადამიანს გადასაწყვეტი როგორიც არის დაოჯახება ვთქვათ ან რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი თავის ცხოვრებაში რამდენად მნიშვნელოვანია რომ მშობლისგან აიღოს კურთხევა და დალოცვა ძალიან მნიშვნელოვანი ამ წუთში გამახსენდა ქორწინების საიდუმლოში აი ჯურისზე როდესაც ღვთელი ლოცულობს იქ არის ასეთ საინტერესო სიტყვები ლოცვითა მშობელთათა დამტკიცდების საფუძველი სახლთაო ანუ მშობლის ლოცვით განმტკიცდება აი ამ ოჯახის საფუძველი ხო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავი დაალოცინოს ესე იგი და მე გამახსენდა პატრიარქის ლოცვა კურთხევა გახსოვთ რომ გითხრა რომ შვილები დალოცეთო აიღეთო ერთი ხატიო კონკრეტულად ყველა შვილისთვის ცალ-ცალკე ხატი მოემზადეთ ამისთვის მომზადებაში ალბათ გულისხმობდა რომ ახსარება თქვით ეზიარეთ და დააყენეთ ხატებთან და აი ამ იმ ხატით დაიჩოქონ წინ და დალოცეთ შვილები და ნახავთ როგორ შეიძლება თქვენი ოჯახის ცხოვრება ვიღაცა სცადა ეს თავის თავზე ვიღაცა არ სცადა მე აქვე სწორი იქნება რომ ყველამ უნდა იმიტომ რომ პატრიარქის კურთხევა რა თქმა უნდა მაშინ იგრძნობენ თავის თავზე რამხელა რაღაცა შეიძლება მოხდეს და მინდა ხორციელ მშობლებთან ერთად სულიერი ნათლიებს გულისხმობ მოძღვარს შემთხვევაში აი სულიერი მშობელი ხო ის არის და მადლიერება მინდა პირველ რიგში ღვთის მიმართ გამოთქვა რომ მან საერთოდ მოძღვრობის ინსტიტუტი დააწესა დიახ რომ ადამიანს მოძღვარი ყავდეს და ამხელა ნუგეში ჰქონდეს და მე აი თქვენი ტელევიზიიდან ჩემს მოძღვარს მინდა მადლობა გადაუხადო მამა გედამას და ყველა იმ მოძღვარს ვისთანაც მე შეხება მქონია მამა ლავრენტის მამა იოსებს რატო ამბობ ახლა ამას მე რომ ეკლესიური ცხოვრება დავიწყე რაღაცნაირად ამაზე დიდი ნუგეში არაფერი არ იყო ჩემთვის დიდი მადლობა მამა ბასილ საინტერესო საუბრისთვის გორისა და ატენის ეპარქიის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ბასილ ხოსური საუბრობდა სტუდიაში